ჩვენ 90-იანი წლების ბიჭებმა ჩვენ ოჯახში ვისწავლეთ კულტურა, მშობლის სიყვარული, მშობლის პატივისცემა, სკოლაში მივიღეთ განათლება, მაგრამ ბიჭო რაც ყველაზე საჭირო არის კაცისთვის, ჩვენ ეს ქუჩაში ვისწავლეთ, კაცობა, ვაჟკაცობა. მე ჩემ პატარა ძმებთან ერთად ქუჩაში რო გავდიოდი, მაშინდელი ჩემი მეზობლები, ახალგაზრდა ბიჭები, 30-ს გადაცილებული ბიჭები, მაშინაც ეწეოდნენ ბიჭო სიგარეტსაც და მოსაწევსაც, მაგრამ ჩვენ რო გავდიოდით ბიჭო ქუჩაში, რო დაგვინახავდნენ, აბა რომელიმეს მოეწია, აბა რომელიმეს ცუდი სიტყვა ეთქვა, ერთმანეთს აძლევდნენ ბიჭო შენიშვნას, პატარები მოდიანო და მოდი ცუდ მაგალითს მივცემთო. ქუჩაში ისწავლებოდა ქალის პატივისცემა, ქუჩაში ისწავლებოდა ძმობა, ვაჟკაცობა, როგორი უნდა ყოფილიყო ბიჭო ნამდვილი კაცი და რა უნდა გამოგეყენებინა ჩხუბის დროს. ყველაზე მთავარი ჩვენ დროს ისწავლებოდა ქუჩაში. ქუჩა იყო ზრდილობის ეტალონი, სწორი ცხოვრების ეტალონი იყო. ეხლა რა დაგჭა ბიჭო ქუჩაში? დანის გახსნა და ერთმანეთის დაჭიქვა დაგჭათ? მეტი არაფერი არ დაგჭა. ქალი რო ამოვიდოდა, ნებისმიერი ტრანსპორტი არ აქვს მნიშვნელობა ამ ქუჩაში. როგორ შეიძლებოდა ბიჭო რომ კაცი მждარიყო და ქალი ფეხზე მდგარიყო. ამაზე დიდი შეურაცხყოფა საკუთარი თავისთვის კაცმა რა უნდა გააკეთოს ბიჭო რომ ახალგაზრდა ბიჭის ზიხარ და ქალი ფეხზე დგას. გადაიხადე არა ის 2 კაპიკი შენი ბილეთის ფული და შენ გონია რომ შენია ის ადგილი? ბიჭო შენ კაცი მაშინ იქნები როცა იმ ფულს არ მიაქცევ ყურადღებას ბიჭო იმ 2 კაპიკს. თავარი არის ბიჭო შენი კაცობა არ დაკარგო. ადექი ძმაო, ადექი. დაუთმე ის ადგილი, ის ქალი არის. ის სუსტის ხესის წარმომადგენელი არის და დაუთმე იმას ის ადგილი. კაცი ხარ და დადექი ბიჭო ფეხზე. რავი, სულ სხვანაირი იყო ჩემ დროს, რავი, ძმაო, თბილისშიც დიდი ხანი მიცხოვრია, რავი, სად არ მიცხოვრია, მაგრამ ბიჭო, აი ძველი დრო მენატრება. ერთმანეთი როგორ გვიყვარდა, ერთმანეთს როგორ პატივცემდით, ვიცოდით რა იყო გოგო, ვიცოდით რა იყო დედა, ქალი, მეზობელი. ჩემი ასაკის ბიჭები გამიგებენ და ვიცი რომ ესმით ჩემი ასაკის ბიჭებს მე რასაც ვიძახი. ოდა ცუდია ახალი თაობის ბავშვებს ეს რო არ ესმით. ძალიან ცუდია და გული მწყდება ამაზე რომ რეგვენები იზდებით. უმეტესობა ყველაზე არ მაქვს საუბარი.